მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით წყალსაცავიდან. დღეს ვითევზავებთ სპინინგით, ხელოვნური სატყუარების გამოყენებით და შევეცდებით რომ დავიჭიროთ ქორჭილა. ახალი აღჭურვილობა გვაქვს Azuras ბრენდის ახალი მოდელი, ესეთი ჯოხი, კენშინი, რომელიც არის 5 გრამამდე, 2.21 მეტრი სიგრძეში, საკმაოდ კარგი ჯოხია, როგორც განხილვებში და ამბობენ თვითონ მეთევზები, ვინც უკვე გამოიყენა და დღეს ჩვენს გავტესტოთ, ნახოთ ეს ვარიანტი როგორ იმუშავებს. კოჭა 2000-იანი დაივა ლეგალისი, წნული დიეზ 04, თავისთავად ფლუოროკარბონის სადავო გვაქვს მონტაჟზე, სიგრძეში 50 სანტიმეტრი და მილიმეტრობაში 0.18 და ესეთი მონტაჟი გვექნება დღეს გამოყენებული. ეს არის კარაბინზე წამოცმული ოფსეტური ნემსკავი, რომ ადვილად არ გამოიდოს ფსკერზე და ესეთი ვოლფრამის ტიპის 5 გრამიანი სიმძიმე. რაც შეეხება სატყუარებს. დღეს ჩვენ გვაქვს როგორც მყარი სატყუარები, ანუ ვობლერები, ყანყალები, წამოღებული, ასევე რა თქმა უნდა გვაქვს სილიკონის სატყუარები, საქართველოში ახალი ბრენდით, რომლის წარმომადგენელი გახლავთ ონლაინ მაღაზია Enertfish-ი, Trixbait-ი, სხვადასხვა ტიპის მოდელები, ძალიან ბევრი ვარიანტი გვაქვს მოკლედ და მინდა რომ დავიწყო ესეთი მოდელით, რომელსაც ქვია Java. ესეთი 2 ინჩიანი ვერსია არის, არომატული სილიკონებია, საკმაოდ ძაფრი სუნი აქვს, რომელიც თევზს წესიდარებით უნდა მოიწონოს და ნახოთ რა გამოგვივა. თავისუფლად გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ არზღლოკი და ვიდეოს დალაიქებაც არ დაგავიწყდეთ. დაიჭირეთ დედელები. რა ნახოთ. ესე წამოვაცვეთ. მარტო დედელები. ესე გამოიყურება ჩვენი სილიკონი. გადავაგდოთ. არი დარტყმა, პატარა ურტყავს სავარაუდოდ. ესე იგი, რას ვაკეთებ, როდესაც ფსკერზე ჩავარდება, ვიწყებთ გატარებას. 2 ამოკრა, პაუზა, აი დამერტყა. საგიჟეთია. არის დავსვით, ზომა პატარა იქნება სავარაუდოდ. კი ბატონო, პატარა ეს აფჭირდება ეს ზომები. ჩვენ ვეძებთ შედარებით დიდ ქორჭილებს. ეს პატარასაც მოიწონა ჩვენი სატყუარა. გავაგდოთ, გავაგზავნოთ. მეგობრებო, შევიცვალეთ ადგილი, აი ხედავთ ალბათ ხო რამდენი ქორჭილა გავიდა ნაპირიდან. ძალიან ბევრი ქორჭილა. მოდი აქ დავდგეთ. ადგილს დავდგეთ და გადავაგდოთ. ზოგადად როცა იცვლი ადგილს, კარგია იმ ვარიანტში, რომ ის ადგილი თუ განსაკუთრებული ნათევზავები არავინ არ არის იმ კონკრეტულ წერტილში, არის ფაქტიურად აქტიური წერტილი. ამიტომ როდესაც გადადიხარ სხვა წერტილში, მნიშვნელოვანია რომ ისევ დელიკატურად გაატარო დაკვირვებით მაქსიმალურად, უნდა გრძნობდეთ აუცილებლად ფსკერს, ანუ რას გულისხმობ, როდესაც სატყუარს ვატარებთ, ჩვენი ჯოხი უნდა გვაძლევდეს და მონტაჟი ზოგადად იმის საშუალებას, რომ ფსკერზე აი ამ სატყუარის თამაშის შევსდება გქონდეს. ამიტომ აუცილებელია კარგი ჯოხის, კარგი კოჭის და შედარებით წვრილი წნულის ქონა, იმისთვის რომ აი განსაკუთრებით როდესაც პასიურია თევზი, მაქსიმალურად კარგად გავატაროთ სატყუარა ფსკერზე. იმიტომ რომ ძირითადად ქორჭილა არის ფსკერთან ახლოს ესე რომ ვთქვათ მდგარი თევზი, კი რა თქმა უნდა ზედაპირზეც შუა წყალში შესაძლებელია დაჭერა, როდესაც ძალიან აქტიურია, მაგრამ ძირითადად მაინც ფსკერთან ახლოს იკვებება. შესაბამისად ფსკერზე უნდა გქონდეს აი გატარება იყო. არა, დამირტყა, მე ქვას გამოედო და გადავრჩით რო არ ჩაგვიწყდა. ნახეთ, აი ესეთი მოკაჩული როდესაც არის, აუცილებელია გავასწოროთ სატყუარა და ისევ გადავაგდოთ. მინდა რომ გადავიდე შედარებით პატარა სატყუარაზე, რადგანაც
აი ნახეთ, ესეთი მოქაჩული როდესაც არის ურტყავს თევზი, მაგრამ ვერ იღებს, ამიტომ შევცვალოთ სატყუარა და დავაყენოთ უფრო პატარა ზომის ვერსია. ამჯერად დავაყენოთ ჩვენ Trixbait's ბრენდის ერთ-ერთი მოდელი. ამან თავიდან კარგად იმუშავა და კიდევ მინდა რომ ეს ვარიანტი ვცადოთ, ეს არის Java. ესეთი. ეს Java არის კონკრეტულად Trixbait's ბრენდში. ყველა ბრენდში სხვადასხვა სახელწოდება აქვს, Magic Stick არის მაგალითად Flagman-ში. კიდე არის ზუსტად არ მახსოვს სახელები, მაგრამ ბევრ სხვადასხვა ბრენდს აქვს ესეთი ფორმა და ყველა თავის სახელსიძახის თავისთავად. ჩვენ შემთხვევაში Trixbait არის არომატული სილიკონი, სპეციალური რაღაც გემო აქვს და აწერია კიდევაც შეკვრაზე რომ საიდუმლო ინგრედიენტებით არის დამზადებული და როგორც წესი კარგად იჭერს ხოლმე თევზს. ნახეთ, ბევრად უფრო წვრილი სატყუარაა და თევზმაც წესით უფრო ხარბად უნდა აიღოს. გიპნოზი 2 და 2-იანი შედარებით მსხვილი ვერსია არის და ამიტომაც უფრო დიდ ზომებს ვიჭერ ხოლმე. ესეთი პატარა ქორჭილები ნაკლებად ეტანება როგორც ჩანს. აი დარტყმა იყო, ეგრევე იყო დარტყმა, როგორც აღნიშნე, კი ბატონო, ეგრევე წავიდა დარტყმები რა. უფრო წვრილი სატყუარა უნდა როგორც ჩანს. აი ზუსტად ეს არის ექსპერიმენტი. აი ახლა გავიგეთ რომ წვრილ სატყუარაზე უფრო კარგი ჩარტყმები გვექნება. აი კი ბატონო, უკვე სასწაული ჩარტყმები გვაქვს. არის ეს უკვე კაი ზომა. ეს უკვე კაი ზომა. ოი. ურა სიბზვის. კარგი ხარ. მოდი აქა. კარგი ზომაა ნამდვილად. ფრიქციონი ცოტა მოუშვოთ. დავარეგულიროთ. ოპა. კარგი ხარ. Bravo. აჰაცმა. აი ესეთი ზომის ქორჭილიოსი დავიჭირეთ. აი ქორჭილა. ესეთი კარგი ქორჭილა. Bravo. ნახეთ. აი ესეთი ქორჭილიოსი. კარგია. რამდენიმე ფოტო გადავუღოთ და მე გავუშვოთ აუცილებლად. მეგობრებო, გადავინაცვლოთ სხვა ადგილას, დაახლოებით 15-20 მეტრი გავიაროთ და ისევ ვცადოთ სატყუარის გატარება. ახლა არის დილის 9:30. ალბათ დაახლოებით 2 საათი კიდევ ვითევზავებ. გავიაროთ, ნახოთ. თუ გვექნება უკეთესი შედეგი, დიდი ზომები გვინდა პრინციპში რა, იმიტომ რომ პატარა იმდენი მოდის რომ რეალურად დღევანდელი თევზაობა შედგა, უბრალოდ დიდი თევზის უხეჟად რო ვთქვათ, მუღამი მაქვს. ამიტომ ვეცადოთ რომ დავიჭიროთ. არ უნდა დავნებდეთ თავისთავად. არ უნდა დაგვეზაროს სიარული გადასვლა სხვადასხვა ადგილებში, იმიტომ რომ სპინინგი ზუსტად ეს არის. უნდა იარო ბევრი, ეძებო აქტიური თევზი, ეძებო დიდი თევზი და მით ეძებს ის პოულობს, რა თქვა მია. იმედი მაქვს რომ ჩვენც ვიპოვით. გავაგზავნოთ. ვისაც გიყვართ ბუნებაში სიარული, ამაზე მაგარი ბედნიერი დღე მაგალითად ჩემთვის არ არსებობს რა. უბედნიერესი ვარ, მადლობა ყველაფრისათვის ბუნებას, მადლობა უფალს რომ შენიერი დილა გაგვითენა. თან ქორჭილასაც ასე თუ ისე ვიჭერთ. დიდ ზომებზე საუბარი თორე, პატარებს ბევრს ვიჭერ. აი, ესეთ ზომებს ძალიან ბევრს ვიჭერთ. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა დიდი ქორჭილები გვჭირდება. რა ხარბად დააქვს აღებული. წადი. სხვათა მეგობრებო, 3 რიცხვში 3 აგვისტოს როგორც გავრცელდა ინფორმაცია, კლუბი მეტეორი აპირებს დაანონსებას უბრალოდ და ჩაატაროს ტურნირი წალკის წყალსაცავზე. აი ხა ეს უკვე ეს მოზრდილი ზომაა. კი ბატონო, ეს უკვე აი ესეთი ზომები კარგია. აი ეს.
არ გაიქცე შენ მანდა. შენი ვიპოვეთ. ვიპოვეთ შედარებით მოზრდილი ქორჭილებს. აი ესეთი ქორჭილა. შვენიერი. ქორჭილებს. კარგი იყო ნამდვილად. აი როგორც თქვით, აქტიური წერტილი ვიპოვეთ. პატარებია ზომაში თქო, მაგრამ დიდიც გამოერია. ხო, საუბრობდით ტურნირზე 3 აგვისტოს, რომელიც დაანონსდება კლუბი მეტეორის მიერ. შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, მიიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს, ვისაც სპინინგი გაინტერესებთ. ძალიან კარგი ტურნირები არის, ძალიან კარგი პრიზებით, ბევრი მონაწილით და საკმაოდ დიდი ადრენალინით. მე ორ ტურნირში მივიღე მონაწილეობა, მეორეში სამწუხაროდ იმდენად ისე დავსვევდი, რომ წამოვედი ტურნირიდან. თუმცა პირველი ტურნირზე მეორე ადგილი ავიღე და კიდევ ვაპირებ, რომ 3 აგვისტოს ვითევზაო მეტეორის ტურნირზე, ასე რომ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. მისამართს დავტოვებ ვიდეოს ქვევით აღწერაში ჩვენი ფორუმის, იქ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და დაიდება მერე უკვე ანონსი აუცილებლად. Are? აი ესეც კაი ზომა. რა კარგი ზომა. Bravo. თავარი არ გაგვექცეს, ცოტა ფრიქციოს გაუხსნათ. ვაუ, რა მაგარი ზომა. Bravissimo. ვაუ. სერიოზული ზომა. მეთქი არ გინდა გაწყვეტა, ქვაზე შემოეხვიასავით და მოდი. არ გაწყვიტოთ ხო? ალბათ სადღაც 9 კილოზე მეტია. Bravo. კარგი ქორჭილიუს. კარგი. აბარა. აი ესეთი ზომა. მაგარი ადრენალინი მომანჭა. მე ვეღარ ვლაპარაკობ. ძალიან მაგარი ზომა, სერიოზული ზომა. აი ლევანა იყო გელასთან გასაუბრებაზე რა. ეს ადრე იყო ხოლმე კომპანიების იურისტი და საკმაოდ ისეთი კარგი სახელის მატარებელი იყო რა. ხო და ხუთი ხوار დავსვით, კარგი ზომა უნდა იყოს. ეს შედარებით დიდი ზომა უნდა იყოს. ნორ. ესეთი ნორმალური ზომის ქორჭილა ნამდვილად. ქარბაც დაუბერა. მინდოდა რომ წენოდა. ესეთი ქორჭილა. მეგობრებო, გადმოვინაცვლეთ პატარა ესეთ მყუდრო ადგილზე, სადაც თევზი უნდა შევწვათ დაჭერილი. ქორჭილა დავიჭირეთ, რომელსაც ახლა გაჩვენებთ თან. ესე გამოიყურება. გავატყავეთ, ტყავი მოვაცალეთ და ესეთი ძალიან კაი ფილე გამოვიდა. ახლა შევწვავთ ტაფაზე, მარილში და რა თქმა უნდა, ფქვილში. მოვათავსოთ გაზი, აი ესე. ჩავსვით გაზი. შეგვიძლია ავათოთ, კი ბატონო. ავათავსოთ ტაფა. ზეითუნის ზეთი აუცილებლად ცოტა ბევრი აღჭირდება. აქ სათავსოში გვაქვს ჩვენ ფქვილი და მარილი. აი ესეთი მოძრაობით ავიღებთ. ამოვულებთ ფქვილსა და მარილში და გაცხელებულ ტაფაზე დავდებთ. მეგობრებო, აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ზარეზღლაკის გააქტიურეთ, თუ მოგწონთ ასეთი ტიპის ვიდეოები. მეგობრებო, შეიწვა, არ ვიცი, მართლა ძალიან მაგრად გამოიყურება, მინდა გაჩვენოთ უბრალოდ ახლოდან. აი პატარა ვარიანტს გაჩვენოთ ესეთი. აი ესე გამოიყურება. ძალიან მაგარი, აი არ ვიცი, სუნიც ძალიან მაგარი აქვს და დარწმუნებული ვარ,
გემოც ძალიან კარგი იქნება. სანამ ბიჭები მელოდებიან, მე პატარა გაგემოვნებას გავაკეთებ თქვენთან ერთად. ცხელი კი არის, ზოგადად როგორც მე გამიგია, ცხელი თევზის ჭამა აიზამაც რეკომენდებული არ არის, მაგრამ თქვენი ხათრით დავაგემოვნებ. მე ვჩები. ძალიან გემრიელია, ფილე, ბრავო. ქორჭილა, ბრავო. მე ერთადერთი მარილი აკლია, მაგრამ მე ზოგადად უმარილო საკვებს მივთმო ძირითადად. ისე რომ მართლა მაგარია. მეგობრებო, მოკლედ დავასრულეთ თევზაობა კულინარია. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი დღე გამოვიდა. აქედან გამომდინარე, თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ რომ აუცილებლად დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, ვისაც ჯერ კიდე არ გაქვთ გამოწერილი და დაელოდოთ ახალ საინტერესო ვიდეოებს. აუცილებლად გპირდებით ძალიან ბევრ საინტერესო ამბებს. ასე რომ გიზურებთ ყველას წარმატებულ თევზაობას და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.